ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ თვითშეფასება ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. რასგან იცდის ის ადამიანი და ეს არ არის თანდაყოლილი. რომ მაგალითად დაბალი თვითშეფასებით დაიბადა, ანუ მაღალით, ხომ ეს არის მდგომარეობა, რა გარემო პირობებში გაიზარდა ეს ადამიანი, რა შთააგონეს, განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს ხოლმე აღზრდა და უნდა ჩაუღრმავდეთ ზუსტად იმ საკითხს, რა გამოიარა იქამდე, მანამ სანამ ამ მდგომარეობამდე მოვიდოდ. ზოგადად თვითკმარი ადამიანი რა არის? მოდით დავიწყოთ აქედან ხომ, როდესაც აქვს შინაგანი საყრდენი შეგრძნება, როდესაც ის თავის თავში პოვებს პირველ რიგში ჰარმონიას და არ ეძებს ამ ყველაფერს გარე სტიმულებიდან. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება, ცდილობს რომ იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც ამ ყველაფერს შეუსებს, მაგრამ ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვერანაირი გარე სტიმულები ვერ გვაძლევს თავდაჯერებულობას და ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ თუ კი მე თვითკმარი ვარ, ასე დროს შეიძლება სულაც არ მჭირდებოდეს პარტნიორი და ესეც არასწორია. თვითკმარობა ნიშნავს იმას, რომ მე ვარ სრულყოფილი, მე საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ, თავდაჯერებული ვარ, მაქვს შინაგანი საყრდენი და ისედაც ბედნიერი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებით იმისთვის, რომ მეტად ვიყო ჰარმონიაში, მჭირდება პარტნიორი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის გულისთვის მე არ ვიშლები და არ ვთმობ ყველაფერს, რაც როდესაც დაბალი აქვს ადამიანს თვითშეფასება, სამწუხაროდ, ის თავის პირად საზღვრებს როგორც წესი ვერ იცავს ხოლმე და ძალიან ხშირად აქვს, ასე რომ ვთქვათ, მიტოვების შიში, იმიტომ რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი და შესაბამისად თუ კი არ მოვითმენ, შეიძლება დამტოვონ. აი ეს არის ერთ-ერთი სავალალო შედეგები, რაც შემდგომ უკვე თავისთავად ცხადია ურთიერთობა გამოდის ხოლმე ტოქსიკური.